გამარჯობა, მე ვარ ნიკო და ეს არის ქართველი ავტორების აუდიო წიგნების ბიბლიოთეკა. დღეს კი თქვენ მოისმენთ ჩაკეტილი ბესო ხვედელიძე. ეს კლაუსტროფობიული შარი ალექსას მოკოქილია. ალექსამ შთაბერა მაცოცხლებელი სული და გაამატერიალურა. მისი იყო ინიციატივა, იქითკენ გაფრენის სურვილი და გზის მართვის სადავე. ამ კინოს მთავარი რეჟისორის იმთავითვე ის აღმოჩნდა, ხოლო მთავარი შემსრულებელი კი აგერ მე. სიზმარს გავდა ყველაფერი, თან წინასწარ ჩაწყობილ კინოს სიზმარს, რომ ვიხსენებ ისიც კი მგონია ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოგონილია, მაგრამ ასე მხოლოდ წამიერად მგონია, იმიტომ რომ სინამდვილეში მართლა ისე იყო ყველაფერი, როგორც ყვები. ალექსა რომ არა რა ჯანდაბა მინდოდა მინსკში. ისე ფირმა ტურისტად, ასე თბილისიდან როგორ ჩანდა, კიდევ არა უშავდა, ანუ რომელ წარბებ გაერთიანებულ კავკაზოიც მეუგავარ. პრობლემები შემქმნოდა გარეთ, იქაურ ქუჩასა თუ გამზირზე, თან ყოველმხრივ გადარეულ ალექსასთან ერთად, სულ სხვა წინასწარ შეჟღენთილი სეანსი იქნებოდა. ერთგვარი ცხოვრებისეული გამოცდა გაკვეთილ თავგადასავალივით. სულ ასე არ იყო, რომ? იდგა 2011. როგორც კი მსხვილი ფულადი პრემია მარგვნეს, წერაში და ხელში თანხა-ქეშად დამაჭერინეს, ადრე რომ იცოდა, ზუსტად ისე, გამომყენებელი ვამპირ წურბელასავით შემომაჯდა კისერზე. თბილისში რა გინდა ამ ხელა მაყუთით იუსუფ. დიდი ლილოს ბაზრობაზე 4 წყვილი თურქული ტუფლი იყიდო. პირდაპირობა არას ზაგს უფალსა. რა პირდაპირობა ტო? ანუ პირდაპირ შობე, რა ჯანდაბა გინდა? რა ლილოდან მივლე? რა და წამო რა მაგფულით ბელარუსში, 2 კვირით ბესლან. ან მეტით, სადამდეს გვეყოფა, მაგ მაყუთით არც გამდიდრდები და ვერც კბილებს ჩაისვამ, ამიტომ ჟობს ისევ ბოლომდე გააფრინო და ერთიანად შეირგო ჭუჭყიან კუპიურათა ზე მაგიური მადლე. თან ვაშლატამა ნაშებშიც გავიშლიგინებთ. ეროვნული ტყემალი და ქლიავი ამოვიდა ყელში. ჭანჭურიც თან შენი მშენს ძველ რადიაციულ რომანს დაასრულებ. ეგ მე უფრო ვიცი, რას, სად და როდის დავასრულებ. ბიჭო, მუტაცია დაიწყო თან იქ. არ გეყურება? მერე? შიში არ არის ალექს? რა შიში სოზარ? მიგელაც იქაა. მიგელა ვინღა ჩემის კირაკოზია. ძველი თახსირი კადრია, ადგილობრივი. ბაითი აქვს ქალაქის ცენტრში. გონი ოროთახიანი. კონტაქტები ოხრად. თან იცის რა სადაა. ფულიც არ დაგვეხარჯება ბევრი. კაცია პოლიტეკონომია. 1-2 კვირა ისე დაგვიტოვებს. დავალებულია ჩემგან. ერთხელ მაგარც ემატყებას ავარიდე თბილისში. ბევრს კი ყბედობს, მაგრამ დაბალი დონის არტ სირია. სამაგიეროდ ყველას იცნობს. კოხტადას დავიხმართ, რაშიც საჭირო იქნება. მიგელ გაბრიელიღა გვაქვს ამ ტანჯულ ხალს. უმაგისოდ ვერა? იქადა. თან თანხის ეკონომია არ გესმის? თან შენც დაწერ, სვემიონ იმ შენ რამეებს. მე არ შეგიშლი ხელს მენლის ხარჯვაში. და ეს ბელარუსი რა ამოჩემებაა? აქ ალექსა მხოლოდ 2 წამით ჩაფიქდა. და მერე ცალი თვალის მოჭუტვით ამომხედა. რუსეთში არ გვიშვებენ. მერე რა? ქვეყანა დაელია? რუსულის მეტი არც ერთი ენა არ ვიცი ჟორიკ. გიტლერ კაპუტ ვიცი კიდე და ობლადი ობლადა. ბელარუსული უნდა ვისწავლოთ სასწრაფოდ. ბელარუსებიც სულ გამორუსდნენ. არკადი. სომხურად ვიცი კიდევ ფუფ ტურ არარად. რა ვაკეთო სხვაგან? სირივით ვიარო, ფოტოები ვიღო და არქიტექტურაზე ვანძრიო? მაგარი მახატია ეგეთების შურა. თან მიგელა დახვდება. უცებ გავაგებინებ. თეთრი, შოლტივით გოგოები მომენატრა. აქ ვიღაც ბანზი შახტიორები ჩამოდიან სულ. და თან შეყონდა აქ ალექსა. რა თან? მუტანტი ყავს გაჟიმული ვარლა. მუტანტი შმუტანტი არ ვიცი მე. შანსი გაქვს, საქსოფონზეც უკრავს, სევდიანებს. ვინა მუტანტი? მუტანტი კი არა მიგელა შეჩემა. ჩაუფრინდით თუ არა, ალექსამ ტყავები ამოისხა. ყურში ვერცხლისფერი საყურე გაირჭო და თავზე ხინკალა ქუდი მოირგო. მე ისეც არა მიჭირდა. წითელ ველვეტოვან ქურთუკში.
ცისფერი ჯინსებით და თავზე თოვლივით ქათქათა ნიკოლსონით. პრინციპულ, მიზანდასახულ და პედანტ სკანდინავს ჩამოუგავდი ჩემი აზრით. ვიღაც წესიერ დანიელს გავხარ, პრებენ. შემომხედა ალექსამ ცერად, აეროპორტიდან ცენტრისკენ მიმავალ გზაზე. დანიელ დეფოს ძაანაც ნუ აგივარდება. შენ კიდევ ცხოვრებაზე გაბოროტებულ ბერძენს. იცოდე ყველაფერს ვიმახსოვრებ აკირა. და მერე რატომ დადიან დანიელი და ბერძენი მინსკში ერთად? ალექსა დაფიქრდა. მერე ვირეშმა კულად გამომხედა. ალბათ ჩემპიონთა ლიგის ფინალია რომეო. ოლიმპიაკოსი ბრონდბიუ. ზავია წინასწარი. იქამდე ერთად ვიბარიგებთ იაკუბ კოლასის მოედანზე ზანგებში. თამაშის მერე ვიჩხუბებთ. არ ვარგა. რა არ ვარგა მალხას? ჯერ ერთი რომ მინსკში ლიგის ფინალი სიზმარია. მეორეც კიდევ გაჭირდა სხვანაირი ფინალი? ვინ მოიგებს რო? პენალტებით ბრონდბიუ. იმავ საღამოს მივაკითხეთ და რაღაცნაირი იოლად წასაკითხი ყალბი ხალისით მიგვიღო ალექსას იმ ძველმა ნაცნობმა. აშკარად მხოლოდ დიპლომით რეჟისორმა თავისთან. არადა ხელში საქსოფონით კი გამოგვეგება და ტუში ჩაბერა. ალექსამ ზღურბზევე მოწიწებით წარუდგინა ჩემი თავი. უკვე ცნობილი და მაინც პერსპექტიული ქართველი მწერალი. წინა ინკარნაციებში ატლანტიდის მოლუსკი, კოღო ცეცე, ელდარის ნაძვი, ბასი ლეზოს მოძღვარი, ბედრჟიხ სმეტანა, კამელ კორო, იულიუს ფუჩიკი, სტალინის მამინაცვალი, მაშალა ახმედოვი. გავაგრძელო? შთამბეჭდავია, მაგრამ მე არ მწამს რეინკარნაციების და ეგეთი მეტაფიზიკური მისტიკოსობების. ცივა ჩამომართვა სველი ხელი მიგელ დაბნეულმა. მე ათეისტი ვარ და მე მჯერა იმის, რასაც ვხედავ, ვეხები, მესმის, ვაგემოვნებ და მეხუთე შემახსენე ალექს, გადახედა ალექსას. კოკაინს ჯერ არ იყნოსავ, მიგელიტო? დააგვირგვინა ალექსამ ხიარულად. ეგ რეინკარნაციას არ გამორისხავს პატივცემულო, ჯიუტად დავიცავი ინკარნაცია. შევედით ბინაში და დავსხედით. ცოტა ხანს სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენის გარეშე. მერე ალექსამ მიგელას რაღაცნაირი შეთქმული კრიმინალური ღიმილით გახედა. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ოთახი ორი კოიკით და ყველაფრით. ოღონდ აბაზანა ტუალეტი საერთო და აქეთაა. დაასხი მაშინ მიგელ. შეაგულიანა იქვე ალექსამ მიგელა და მანაც სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში 3 ლიტრიანი სმირინოვი გამოიტანა. ჩვენც ამოულაგდით ქართული ნუგბარ სპირტიანობებით და შესაბამისად ყის მოიქოქა ალკოჰოლიზმისა და ყირაზე დგომის გრანდიოზული კვირეული, რომელმაც სინამდვილეში 2 კვირაზე მეთხანს გასტანა. სახელმწიფო გათბობით გაცხელებულ ბინაში წელზევით შიშვლები და ქვემოთ საცურაო ტრუსებში დილიდან დაღამებამდე ვუსხედით დაბალ ტაბლას და ნაირ-ნაირი ჭურჭლიდან შლეგებივით ვთქავდით მაღალ გრადუსიან ალკოჰოლს. თან მიგელა საქსოფონზე ხანგამოშვებით უკრავდა ყველაფერს ძვალს. სიგნურებიდან დაწყებული უახლეს პლატნოებით დამთავრებული. არ დაგვიტოვებია ბინაში ლარნაკი და საფერფლე, სამარილე და ყავადანი, საიდანაც არ დაგველია და არ არსებობდა მალე ბინაში სკამი, რომელზე შემდგარებსაც არ შეგვესვა სასულიერო საღებრძელოები. ვიღაც უცხოებიც მიმოდიოდნენ ცხენებით, ძირითადად ლამაზი, მოკლეკაბიანი გოგოები. მაგრამ არ მახსოვს კარგად არც გოგოები და არც ცხენთა რაობა. კარგად კი არა, საერთოდ არაფერი არ მახსოვს. ერთი მახსოვს სახელი მიშელი. ბევრჯერ რომ მეორდებოდა და მეც ბიტლზების მიშელის ღიღინის ხასიათზე მოვდიოდი ხოლმე, თვალებ დაელმებული. უფრო ის მახსოვს, რომ ამ ყველაფერს ზღვარი და ბოლო არ უჩანდა, არც ერთი მიმართულებით. ვერც მიგელას გასვლითმა ექსპედიციებმა დაგვაუკა 2 გურჯი ყურუმსახი. სინამდვილეში მიშელი მალე აიხსნა ჯადო კროსვორდი. მიგელას თურმე მარტო ალექსა ეძახდა. შესაბამისად მეც რაღაც შავ-თეთრ ნაზ ბუნდოვანობას იღებდა ადგილობრივ ბელარუს ფილმში.
ერთმანეთში ჰქონდა გადაზელილი მითოსი, ეროსი, რელიგიური მისტერიები, კომუნიზმი, პოლიტიკა და ეს ყველაფერი გულის გამაწვრილებელი პათეტიკური ყიჟინით. კვირაში ერთხელ გვეძახდა ასე მწარედ გამობიჟვინებულებს, კინოსტუდიაში და ნაწყვეტებს გვანახებდა. ყოველ სცენას სქოლიოსავით კომენტარებით გვეხსნიდა, ხელების არტისტული ქნევით, თუ რისი თქმა სურდა, მისით და რას გულისხმობდა. ეგეთი ყოვლად გაუგებარი, ბოდვითი მტკნარება, რა ყაიდის ადამიანს შეიძლებოდა მოსლოდა თავში, ვერაფრით ვხვდებოდი. კაცი სკოლიოზი შეარქვა ალექსამ მიგელას. მიგელას საერთოდ გაგნებაში არ იყო, რისი გადაღება სურდა. საკუთრივ სცენარს გადაღების დროს ხელდახელ იგონებდა და შორს მჭვრეტელის იერი წამდაუწუნ ცვლიდა. ხოდა დაატორღიალებდა მერე აქეთ-იქით გადამღებ ჯგუფს და მათ შორის ჩვენს. ძირითადად რაღაც მიმონგრეულ მიტოვებულ და ვადაგასულ ავარიულ ქალაქგარე შენობებში. მიგელ, რას აწვევი ამ სქოლიოებით, ახსენი ერთი. ვეღარ მოვუთვინე მორიგი უაზრო ნაწყვეტის ყურების შემდეგ და ბახუსის ოხშივარი ნატანჯი ამირანივით მივაორთქლე. სადა, ყანა იყო გაუმარგლავი და იუმორ ნაკლული. იგივ წარმატებით შეეძლო მაცას დარდიმანდი მცხობელი გამოსულიყო, მაგრამ არა და არა. არა, კინო ეს სულ სხვა პრივატული ინტიმია. დიახ, კინო ჩემი ავთენტური სამყაროა. უყვარდა მიგელას გაპრანჭვა. ალექსა ამის გაგონებაზე უჩუმრად მასტურბირების იმიტაციას აკეთებდა მარჯვენა ხელით და სამშვიდებლად თვალს განდობილივით მიკრავდა. მოკლედ, მიგელა ჩემს თვალში მყოვლად ძონძი, ჟ-კლასის, ძალად რეჟისორების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ფილმისთვის სცენარის დაწერა მეასეხარისხოვან საქმედ რომ მიაჩნიათ, ანუ ამ პირკეთილ სამუშაოს მუდამ თავად თაობენ. შესაბამისად, ყველა მათი ნაცოდვილარი უნიჭობა, როგორც წესი, გადაღების შემდეგ, სადღაც საკუჭნაოთა საკუჭნაოს სულ ბოლო თაროზე ნახულობს სამუდამო სავანეს და მისი ერთხელ ნახვის სურვილიც კი აღარავის უჩდება, ავტორის თამადობით. ხომ გენიალურია, ცმუკავდა სამონტაჟო ეკრანთან მჯდომი მიგელა და კიდევ უფრო იბერებოდა. არა რა, ვიცი ეს საქმე და სხვა რა ვქნა. რაჰად ლუხუმის ბიზნესში ხომ არ წავალ. სულ ცოტა დაგვაკვდა. შიშველი ხელებით რომ არ დავახრჩვეთ. კარგად შეგაზაფხულებულზე ჩვენი დუეტის ზეაქტიურობით გადამწვარმა და ფერმეხტელმა მიგელამ თავად მომიჩხრიკა ცალკე ბინა შორ რაიონში. წამითაც არ მიფიქრია, რომ თავიდან მიშორებდნენ ან ჩვენს, ჩემი და ალექსას თავდადებულ ტანდემს შლიდნენ. მარტო ყოფნა უკვე მეც საშინლად მენატრებოდა. ხოდა გაზაფხულის ერთ უახლოეს მზიან შაბათს მიგელა ალექსასთან პადრუჩკით მიმყვა საქირავებელი ბინის სანახავად. ოროთახიანი უმზეო სადგომი მეოთხე სართულზე დაგვხვდა ლოჯით. მასებისთვის ნაკლებად ცნობილი მწერალი საქართველოდან. ასე თამამად გააცნო ჩემი თავი ბინის მეპატრონე დედაკაცს მიგელამ. ჩვენი რეაქტორის აფეთქებაზე წერს სამ განზომილებიან რადიაციულ რომანს. მუტაციაზე ხომ, ალფრედ? ჩააკვეხა ალექსამ ჩემთან შეკრულის ხმეთ. ალფრედი გქვიათ? აიტაცა მაშინვე დედაკაცმა. არა, ბესარიონი. აბა ალფრედიო? ალექსი ბავშვობიდან ნობელს ელის ჩემგან. მე ვალია ვარ. ვალია იქნებოდა ასე 60-მდე. თავიდან საზიზღარი ეჭვის თვალით კი მიყურებდა. ასე სმისგან სახედასიებულს. მაგრამ წინასწარ გადახდელმა მსხვილმა ქირამ უცებ დაამშვიდა და ბინის გასაღებიც ნაყიდი მტრის სახით გამომიწოდა. მე რაიონში გავდივარ ამ უქმეებზე. თუ რამე პრობლემა შეიქმნა, აგერ ჩემი ტელეფონის ნომერი. იმედია, ბევრს არ სვამთ და სახლში არ ეწევით. დებოშებსაც არ აწყობთ. ქალბატონო, მე და მკაცრი ვეგანური დიეტა უღვიძლესი ნათესავები ვართ. შევცინე თვალებში მხიარულად. თან სქელი რომანი მოქვს დასამთავრებელი.
საწერია უამრავი ქართულად. რა მედებოშება. ძირითადად სახლში ვიქნები გამოკეტილი. ამ ქალაქში პირველად ვარ და ამ ორი პიროვნების იქით საერთოდ არავის ვიცნობ. მეორე გასაღები მე მაქვს. გაგაკონტროლებთ იცოდეთ. დამანახა ვალია დედაკაცმა ბინის გასაღების დუპლიკატი და კარი მკაცრად გაიჯახუნა. ბურთი და მოედანი შენზეა გადმოფორმებული პარმენ. დამკრა მხარზე ხელი ალექსამ. ისევ ოლიმპიაკოსი, ბრონდბიუ, თვალის მოჭუტვით გავხედე მე. ჩვენ დღეს რამდენიმე დღით ვგაზავთ ბეს ივან კუპალას ტბებთან. ჩაეჩარა აქ მიგელა. ივანე მომიკითხე ტბებიანად, ვთქვი მე. ანკესები ხომ მიგაქვთ? რა ანკესები? კინო გადაღებები გვაქვს საგეგმელე. ხომ გაქაჩა უჩვენობა სტობიას? წამელ აზღანდარა იქვე ალექსა. ორი სხმარტლივით მუტანტი მიყვავს, ხოლო ჩვენ კინო კამერით ვიხატებით. სხმარტლი რა გაგებაა? სხმარტალებენ ორგაზმისას. ეროტიკები უნდა გავჩარხოთ სველი. შეიძლება მეტიც. შენ აქ იყავით უგლას. წერე, ბინა გაქვს. გარეთაც იტასავე, ფულიც გაქვს. მუქს ანგებს არ გაეკარო, კუკლას შემოგტენიან. სხვა არაფრის მოგერიდოს. დავაიკოტე. იტოქში არ მოიწყინო. ჩამოვალთ, მოგაკითხავთ, მუტანტები თურთ. საწერ მაგიდაზე თაბახის ფურცლები არეულად ეწყო. იქვე ნაირფერი კალმისტრებიც იყო მეყრელი. მერე წიგნების ბოძი ასვეტილიყო. ერთმანეთზე უსწორ მასწოროდ დალაგებული სხვადასხვა სისქის საკითხავით. სამოსი დიქტის კარადაში ისვენებდა. შეკიდებულიც და შელაგებულიც, ანუ დავლაგდი ჩემებურად და ჩემ გემოზე. დიდი დროც არ დამჭირვებია. მერე შარვალი ჩავიძრე, ფეხები რეზინის ფლოსტებში გავყავი. პირსახოცი მხარზე არხეინად მოვიგდე. გზად კბილის ჩოთქ პასტაც გავიყოლე და აბაზანისკენ წავედი. იქ შესულმა კარი ხმაურით მოვიკეტე. ნივთები დავალაგე. ონკანი გავაღე და კანოესავით ნიჟარაში დედიშობელად ჩავდექ. აქაური წყალი ისეთივე ცხელი და რბილი იყო როგორიც მიგელასთან. კანი ქაფქაფა წვეთებს იოლად ისხლებდა. კაი გემრიელად გავირეცხე. გავმშრალდი. კბილებიც გამოვიხეხე. აბაზანაში მდგარი გაუმჭვირვალი ორთქლი გაჭირვებით იწრიტებოდა საჰაერო მელიდან. იქ ალბათ ჰაერში ზავდებოდა და მერე სულაც ქარდებოდა. ნოტიო პირსახოცი კისერზე ჩამოვიკიდე. კარი სახელური ჩამოვწიე და მივაწექი. მახლას. კარი არ გაიყო. ხელმეორედ ჩამოვწიე სახელური. ისევ მივაწექი. მაინც ვერაფერი. მთელ ტანში გამაზრიალა. ისევ ჩამოვწიე სახელური. უკვე ფრთხილად, ძალიან ნელა, ლამის მოწიწებით. მაინც არაფერი გამოვიდა. კარი ჩიუტად ჩაკეტილი იყო და არაფრის დიდებით არ იღებოდა. აქ ტანის რეალმა თავისკენ აინაცვლა. პირსახოცი იქვე მივაგდე და მუხლებზე დავარდნილი კლიტეს დავაკვერდი. ვერაფერს ვარჩევდი. საკუთრივ კარი მყარეხის მასალისგან შეეკრა პატრონ გაციებულ დამზადებელს. სქელი და ტყვია გაუმტარივით იყო. სახელურს დავეჯაჯგურე. მერე რამდენჯერმე მივაბაგუნე. დარტყმის ხმა ყრუდ და ბრმად გადიოდა და ისიც მხოლოდ ბინაში, სადაც არავინ იყო. ისევ დავეჯაჯგურე სახელურს. მაინც სულ ვერაფერი. აშკარად უიმედოდ ვიყავი გამოკეტილი აბაზანაში. ნოტიო პირსახოცის, კბილის ჩოთქ პასტის, რეზინის ფლოსტების, ქაღალდის რულონის და სარეცხი საფნის ნაჭრის ამარა. დანარჩენი ყველაფერი კარს მიღმა იყო დარჩენილი. უნიტას თავი დავახურე, ზედ ფეხებით დავდექ და საჰაერო მილს ავძახე. აე, ლუკაშენკო! ხმა მაშინვე უნიათოდ მიიკარგა მილის ვიწრობიდან სადღაც ცის მიმართულებით. მერე აბაზანის კაფელოვან კედლებს დაუშინე მუშტები. ეს ბაგუნი არ ვიცი, სადმე თუ გადიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ არავინ გამომხმაურებია. გაზაფხული იდგა. ისეც გაკრეფილი იყო მოსახლეობა ამ შაბათ-კვირას დედაქალაქიდან. ვის რა უნდა გაეგო ცარიელ ბინებში. ვინმემ მორაგბესავით ხრითას ვეძგერე რამდენჯერმე კარს, თუმცა ძვრაც ვერ ვუქენი. მერე მეორე მხრითაც მოვსინჯე. გამოსაქანებელი ადგილი მომცრო კი იყო,
მაგრამ ხვდებოდი, რომ უფრო დიდი ფართის შემთხვევაშიც ჩემ ფეხებს გავხდებოდი. უილაჯოდ ხრებ ჩამოყრილი უნიტაზზე ჩამოვჯექი და რაციონალურ ვარაუდებში წავედი. ალექსა და მიგელა კიდევ რამდენიმე დღე არ იქნებიან. რა გადაღებებიო, ვინ ივანეო, ეს ქალი სად წავიდა, ეს დღეები სოფელშიო, ბელარუსო ღმერთო, იქნებ მხრით ან წიხლით გამამტვრევინო, მაგრამ რომ არ იმტვრევა ეს ზესირობა რა ვუყო, არა, აქ მართლა არავინ მოვა, 3-4 დღე არავინ დარეკავს, არათუ მოვა, დამტოვე საკუთარი თავის იმედად, აი ყველაფრის თავი, ზუსტად ესაა, სწორედ თავი და თავი. ბელარუსის დედაქალაქის ნაქირავები ბინის ტუალეტში დატყვეობული საქართველოს მოქალაქე ითხოვს გადაუდებელ დახმარებას. ლუკაშენკო ხარ თუ ვინც ხართ გარეთ, უფროსობა, რა ბინებს აშენებთ, რათ უნდა ვანა ტუალეტს ბრონირებული კარი მინსკში, რა ვუყო, რა გაჭედა ეგეთი, გადატრიალდი შენი დედაც, რამე რკინა მაინც ეგდოს, ვინტებს დაუხსნიდი, ეს რა შარში ვარ, უფალო, ჩემი კაი. სიზმრები უფრო ცხადები გახდნენ. უფრო ზუსტად კი, არც ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც ვხედავ. თვალებს რომ ხუჭავ, მაშინმე, წამის მეასეთში, სულ რაღაც ნაირ სიტუაციებში ვყოფ თავს. პირველი თვალის ხუჭვისას, როგორც ვიღაც მაღალმა და ხმელმა მამაკაცმა, შევაღე მაღალი, თეთრი კარი და ვრცელ, მაღალჭერიან ოთახში აღმოუჩნდე. შორეულ კედელთან მდგარ სანათიან მაგიდას ორნი უსხდნენ. წინ დაჭრილი პური და ძეხვი, აგრეთვე თეფშ დანა ჩანგალი ეწყოთ. კარის ჭრიალზე ჩემკენ გამოიხედეს და გველურად გაიღიმეს. მერე ერთ-ერთმა შინაურულად დამიყვირა. რა წესია ამდენი დაგვიანება? არიონჩიკ, გაუწყდით შენს ლოდინში, ასეთი რა ჩავარდი იმ შენ უბორნიაში. ეგრევე ძირს დავიხედე და მაშინღა გავიაზრე, რომ ხელში თოკის ჩანთა მეჭირა, რომლიდანაც არყის 3 გაუხსნელ ბოთლს ამოეყო თავი. უცებ ამ ყველაფრის ისე გულწრფელად შემეშინდა, რომ უკან გადავქანდი. ოთახიდან ნაბიჯი გამოვდგი, ზღურბლს სწრაფად გამოუცდი. ის თეთრი, მაღალი კარი გამოვიკეტე და თვალი გავახილე. ისევ კანოესავით აბაზანის ნიჟარაში ვეგდე ობოლი ნიჩაბივით. კბილის სალათისფერ პასტას 4-ხად დაკეცილი, ტუალეტის რულონის ნაჭერს ზემოდან ვუსვამ. ძლივს ვხეჭავ, გაჭირვებით ვყლაპავ და ხრებით ვაყოლებ ონკანიდან ცხელწყალს. პირში სუკევის გემო მაქვს სამაგიეროდ. ძინავს აბაზანაში, მის ფარდა ცელოფანში გახოლს. მეორე დღის საღამომდე თითქმის მთლიანად შემომეჭამა ტუალეტის ქაღალდი. ისეც მესამედი რულონი იყო მხოლოდ თავიდანვე. თან ისეთი ხარისხის წყალს რომ დაასხამ და მაშინვე დნება თოვლივით. თხელი ანუ, სხეული მომისუსდა. გონებაც აცაბაცად მუშაობს. ხანდახან ბოლო იმედად ისიც მგონია რომ უბრალოდ ჩემივე ჰალუცინაციაში ვარ და ოდესმე თავისით გამოვალ. ფსამ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად. კუჩშიც გავდივარ ალაგ-ალაგ, მაგრამ რა თქინდა, მესამე დღე სრულდება, რაც ასე უპატრონოდ და მართლა ობლად ვარ გამოკეტილი. დაუძლურებული ძლივს ვდგები ნიჟარიდან ფეხზე. მეშინია, უცებ კოორდინაცია არ დაუკარგო და ავსრიალდე. შესაჭმელიც აღარაფერია. პირსახოცის ხაოს მოგლეჯაც კი ვცადე, ჩემი დარჩენილი 22 კბილით, მაგრამ არ გამომივიდა. ასეთ საქმეს 33 კბილიც არ ეყოფა. რა ვქნა? წყალი კი მაქვს, თქრიალით, ცივით და ცხელით. შხაპს ვივლებ და უძლურ მუშტს ისევ კაფელს ვურწყამ. მერე აბაზანაში ვეშვები და შხაპის ქვეშ თვალს ვხუჭავ, ვცდილობ ძილისკენ წავიდე. იქ ამჯერად უკვე ძონძებში გახოული წვეროსანი ინდო-ბერი კაცი ვარ და ვიღაც შავგრემანი პრინცი მოღუნული ხმლით მიქნევს ხმალს. სხლაპ და მერე ყვირის. მამა, მაშინმე გულგახეთქილი ვიხილები. თავი ადგილზეა. ნიჟარიდან უნიტაზისკენ ძლივს გადავდივარ. ვჩდები
და ფიქრების კორიანტელში ვეხვევი. უნდა ვივარჯიშო. მაინც რამდენ ხანს გავქაჩავ წყლის ამარა. აი ხომ დიეტობენ ასე ცნობილი ადამიანები, თუ შიმშილობენ. უნდა გავინძრე და გავცოცხლდე. უნიტაზზე მჯდომს რული მერევა, მაგრამ ადამიანური ძილისკენ მაინც ვერაფრით ვიდრიკები. დახუჭულ თვალებში უკვე სადღაც ვრცელ ყვავილებიან მდელოში ვგდივარ გულაღმა, ხელებ გაშლილი და ხელის გულებიდან შინდის წვენი მდის. ირგვლივ ჭრიჭინები ჭრიჭინებენ რაღაცას ჭილზე. არადა თან ვიცი, რომ უნიტაზზე ვზივარ და თან მდელოზეც რომ ვარ. ანუ ორივე ერთდროულად რომაა, ეგეც ვიცი. ისევ ორმაგი სტანდარტები და ორმაგი ხაფანგი. ალექსა და მიგელა მინიმუმ მეორედ მოსვლამდე არ მოვლენ. რომც მოვიდნენ რახეირი, დარეკავენ, დააკაკუნებენ და წავლენ. იფიქრებენ სადმეა, წაჩანჩალებულიო. ანუ სანამ მე არ გავალ კონტაქტზე, დამიკიდებენ. იფიქრებენ, რომ უმაგათოდაც მშვენივრადა ვარ. უნდა დავუდარაჯდე. თვალებს ვახელ. ყვავილებიანი მდელოდან ისევ აქ ვყოფ თავს. უნიტაზზე მჯდომი შლის ნუკრივით სევდიანად ავყურებ კარის ოქროსფერ სახელურს. მერე წყალს ხილაკზე დაჭერით ხმაურით ვრეცხავ. არ ვიცი, მე რამდენი დღეა აბაზანაში ვარ გამოკეტილი. ხაზები არ გამიკეთებია კედელზე. დამავიწყდა. ასე უიმედოდ, სულ მარტო. უცხო ქალაქში, სხვა ქვეყანაში. ლუკაშენკო, მიდი ძმურად. გააღე შენი ქვეყნის ერთ-ერთი კარი. სიმ, ფეხზე ამდგარს ციცინათელებივით მანათობელი რომბები დამიდიან თვალებში. სარკეს უახლოვდები, მაგრად გავმხდარ ვარ. 3 დღე ცარიელ წყალზე, ასე ძალადობრივად ყოფნა, საზარელი სასჯელია. ისევ თავს ვითვალიერებ, აღარც მახსოვს, როგორი ვიყავი. ალბათ უფრო სავსე და ფერხორციანი. ასეთი რომ დავბრუნდე თბილისში, კარს არ გამიღებს ბებია ჩემი. გლაზოკიდან მეტყვის. ბესიკო, ბელორუსიაშია შვილიკო. ლოყებს ხომ არ გამოვბერავ ან ღიბს, რომ იცნოს. რო გავალ გარეთ აქედან, ყოველ დღე ერთი სუფრა სალა და პილმენები უნდა ვჭამო. და იქნებ ბინის პატრონი ადრე მოვიდეს. მეორე გასაღები ხომ დამანახა. გაგაკონტროლებო. კარზე ნაზად ვაბაგონებ თავს. მერე ძირს ძიმედ ვეშვები და ხორკლიანი მეტლახის უჯრედებს ზიზღით დავყურებ. ისინი პასუხად თითქოს მოძრაობას იწყებენ და ერთმანეთში ირევიან. რინგო გამოკეტილობის მესამე დღის საღამოს გავიცანი. რინგო მე დავარქვი. ბიტლზების პახმელიაზე, დაშვებული საცეცების და ნაღვლიანი მზერის გამო. ისე ტანმორჩილი ტარაკანია, შავი და ბუსუსებიანი. ალაგ ციმციმებს კიდეც. ნიჟარის უკნიდან გამომძვრალმა ადგილი შინაურივით მოათვალიერა. საცეცები ფრთხილად მიმოაშურა ანტენებივით და კარს დაბლა ჭრელში გაძვრა. მაშინვე კარს ვეცი და დავეჯაჯგურე. აე, მიშველეთ, ალექს, მიშელ შე ბელარუსო პიდარასტო. წიოწია ვალია, თავრობა, მილიცია, ვეღრიალე. თუ კი ამას ღრიალი ერქვა. ვინ უნდა მომშველებოდა? ბინაში მხოლოდ მე და რინგო ვიყავით და ალბათ იქით ბუზებით და კიდევ რაღაც უჩინარი მწერები და ღოღავებით. პირადად მე, აქ, რინგოს გარდა, არავინ შემომფეთებია. თავზე ხელისგულები სასო წარკვეთილმა შემოვიჭდე და ღაწვზე ცრემლი ჩამომიგორდა. რინგო ჩემდა ბედად, რომელიღაც უფლის ნებით, მალევე გამოჩნდა. უკან შემომძვრალმა ისევ მოსინჯა სივრცე საცეცებით და ის იყო ნიჟარისკენ აძრომა დააპირა, რომ ჩემს ხელისგულში აღმოჩნდა. მაშინვე კბილის ჩოთქისთვის განკუთვნილი პლასტმასის გამჭვირვალე ქილაში ჩავაგდე და ქილას რეზინის ფლოსტი დავახურე. ეს მარტო არ იქნება. გამიელვა იმედიანად და ოდნავ
ხასიათ მორბილებულმა რინგოს ქილაში რამდენიმე წვეთი სუფთა წყალი ჩავუსხე. ის წვეთებს მოუსინჯავად და ხარბად დაეწაფა. მალევე შეისრუტა. მერე საცეცები აამოძრავა და ქილის კედლებს მიადო. სხვებიც მოვლენ. ვიგუმანე მალევე და ნიჟარის უკან ხელი მოვაფათურე. სინესტე შემხვდა. დახურულ უნიტაზზე გადავჯექი და ისე დაველოდე. იქამდე გავიხსენე, თუ როგორ იხმობდნენ ადამიანები ძაღლებს, კატებს, ქათმებს, წუნწუ, ფის-ფის, წიავ-წიავით, რომ ვერავის ვერაფერი გავაგონე, ენა სასაზე ავიჭირე და ცს მაგივრად ბგერა გამოვეცი. ეს იყო და ევრიკა, სხვა ტარაკანებიც გამოჩნდნენ წესით. ამის ახლობლები. სამნი იყვნენ, საცეცებს ფრთხილად ამოძრავებდნენ და სივრცეს სწავლობდნენ. ალბათ შინ მიუსვლელ რინგოს ეძებდნენ. ალბათ მეც შემნიშნეს. 1, 2, 3 რინგოს ავხედე. ის ქილაში ამოძრავებდა საცეცებს და აშკარად შველას ითხოვდა. უკვე ჩემი ჯერი იყო. სულ მალე ყველანი რინგოს გვერდით ეყარნენ პლასტმასის ქილაში. უცებ გამოუყვანეს წირვა წყლის წვეთებს. ქილას ხანდახან ვხდიდი ფლოსს, რომ სასუნთქი ჰაერი მიმეცა შიგნით მომწყვდეული ტარაკანებისათვის. ცს კიდევ ტარაკანების დაძახება ყოფილა. ისე ტარაკანი თუ იჭმება, როცა არაფერია, ალბათ საკუთარი თავიც იჭმება. ფლოსტების ღრნაზე უნდა გადავიდე. მოკაუჩუკო რეზინია, ძნელად იჭერს კბილი. ოდნავ თუ მოაფხვნი. მეტი აბაზანაში არაფერია. კიდევ ცელოფნის ტენტი ჩამოსაფარებელია. მოიცა, შენამდეც მოვალ ჩემო საბანო. ქილაში მომწყვდეული ტარაკნები დავიზეპირე. რინგოს გარდა სამნი არიან. 4-ვე ერთი ჯიშის თუ ჯურისაა, ოღონდ როგორც ჩემთვის ჩინელები ან კორეელები. ზუსტად ეგრე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ძალიან თუ დაუკვირდები ადამიანი, სხვაობა კია მაინც. ფერები გრადაციებშია. ერთი წაუყავისფრებს, მეორე მთლად ზანგურადაა გადახრილი. საცეცები ყველას ბევრი აქვს. მათით არიან აკრული ქილის შიდა კედელზე. დრო გამოშვები წყალს ვუწვეთებ. ჯერ საცეცები დამოწმებენ. მერე უახლოვდებიან წვეთს. ხედავ, როგორ აირეკლებიან წვეთში სათითაოდ. კბილებით უკვე ფლოსტის ყუას ვღრნი და ისე შევყურებ. ნელ-ნელა ვიმახსოვრებ და გამოვარჩევ. ნელ-ნელა ვატყობ, რომ ყოველი მათგანი იშვიათი პიროვნული თვისებითაა შემკული. ქილაში მომწყვდევის რიგითობის მიხედვით მე მათ სახელები მივეცი. რინგო, ჯონი, პოლი, ჯორჯი. რინგო სხვებს ესხარტია. ჯონი და პოლი ტყუბებივით ანუ ჩაის 2 კოუზივით გვანან ერთმანეთს. ორივე ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერი. ჯორჯი უბრალოდ ლამაზი გენიოსია. ჩაწვეთებულ წყალს ძალიან მალე აქრობენ. წყალი მაინც გვაქვს ოხრად, მეც და მათაც. გენაცვალე, ლუკაშენკო, წყალკანალში, რა უნდა ვქნა, აღარც მეძინება. შიმშილისგან სულ აჩმა ხინკალ ხაჭაპურები მელანდება. აქა-იქ და ყურიც უცხო ხმებით მევსება. რა ხდება? ან ეს რა მესმის? ბოლო ძალებით მივაყურადე. ტარაკნები თითქოს ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. უფრო რომ მივაყურადე, მივხვდი, რომ ეს სიმღერა იყო. Beatles Come Together. თქვენ ხომ არ უბერავთ? აუღელდი აქ ძალიან პატრიოტულად. ჯორჯი ან ფუტბოლიკა სადაა, ან შუშანიკა. თავიდან იმღერე წესიერად და იმათაც დამიჯერეს. ჭკუიდან ვიშლებოდი. მით უმეტეს რომ მალე კიდევ ერთი ტარაკანი გამოჩნდა. ისიც რაღაცას თუ ვიღაცას ეძებდა. ისე ჯვარედინად აცეცებდა საცეცებს. დაჭერილი ქილაში ჩავუგდე ლეგენდარულ ოთხეულს. ის კიდევ საცეცებით მაშინვე ყელში ეძგერა ჯონს და არ დაინდო. სხვა რა გზა იყო. იქვე მარკად მოინათლა. ჩემპმენად. მეოთხე დღეს რაღაც ხმა იყო შემოსასვლელიდან. აღარ მჯეროდა. აღარც ღმერთის, არც ეშმაკის, არც მსოფლიო კატაკლიზმების და მასონების. ბინის კარის გაღების ხმა. ვიღაც ფეხაკრებით შემოვიდა, ისე რომ კარი არ მიუკეტავს. ჯერ დიდ ოთახში გავიდა.
მერე სამზარეულოში. სმენა ისე დამიმხეცდა, საჰაერო მელიდან იშვიათი, დარადი აციებული ჩიტი, რო გადაიფრენდა იმის ფრთების ფათქუნი მესმოდა. აგერ მოდის, ეს თუ შენ ხარ, ჩემი ვალია, მე შენ თანამეცხედრედ გაგიხადო, წმინდა ვალიაო. აბაზანის კარი სახელურის ერთი ჩამოწევით გაიღო, მართლაც ვალიას ხელში ჩემი ნაწერებიდან ერთ-ერთი თაბახის ფურცელი გაკვირვებული ანგელოზივით ეჭირა. ერთიანად შემხტარს და ეგრევე გახევებულს რა დახვდა შიგნით, სანახევროდ შეჭმული ფლოსტითა და ხელში კარაკნებიანი ქილით, გასავათებამდე გამხდარი და შეშლის მზერიანი შიშველი მდგმური, რომელიც ვალიას მუხლებზე უჩოქებს და ხელს სთხოვს. ეს რა არის? აქ რა ხდება? ო ბოჟე! მომესმა ნისლეულიდან მისი წივილნარევი კითხვა და მაშინვე ტარაკნებიან ფლოსტიანად გავითიშე. აზრზე რომ მოვედი, იმავე ნაქირავებში, გახამებულ საწოლში ვიწექე. სასტუმალთან ალექსა მეჯდა, მამა ტერეზივით. მობრუნდი კი აზო? შემეკითხა უდარდელად. საიდან? რა ხდება? რა მიიღე ეგეთი შელეღვო? პატრონმა ისტერიკაში დარეკა. სად? კიდევ კაი? ახალი ჩამოსულები ვიყავით. მილიციის გამოძახებას აპირებდა. სულ გააფრინე. ალექს, თქვენ რო წახვედით. ჩუ და კრინტი. გადავდივართ აქედან. ქალმა მომაშორე თავიდან ეგ მანიაკი, ნარკომანიო. წერალი კი არა, ზის და რაღაც იეროგლიფები გამოყავს ფურცლებზეო. რაო? ეტყობა შენი ქართულად ნაჟღაბნი მოხდა თვალში. ო, ენავ ჩემო ქართულო ენავ. აეცვი, ალექს, 4 დღე ტუალეტში ვიყავი ჩაკეტილი. რა ნარკომანი? გითხარი მე შენ, მუქი ზანგებისგან არაფერი იყიდო მეთქი. ვინ მუქი ზანგები? რატომ არ გჯერა? ტარაკნები რად გინდოდა? ეგენი, რავი, იქნებ შემეჭამა. ტარაკნები? ჰო, შეგეჭამა? ყველაფერი გადავძოვე. რეზინის ფლოსტი ვერ მოვღეჭე კარგად. კარმაც გაჭედა, ალექს. სქელი იყო. ვერ გამოვამჭრე. 4 დღე შიგნით ვიყავი. ტუალეტის ქაღალ ჭამდი. დავიჯერებ კი, აეცვი მეთქი. ტარაკნები რა უყავი? დასასვენებლად გავუშვი ესენტუკებში. გადარჩებოდნენ, გავიფიქრე ჩემთვის. ის ქალი სადაა? დღეს 12-მდე უნდა დაუცალოთ ბინა. გასაღებს ტილოს ქვეშ დაუტოვებთ. რამდენ კითხვას სვამ. ადე წავედით. მუტანტები? სარკეში ჩაიხედე მეთქე. და ჩვენც წავედით ლაზვნით. წავედით და ისევ მიშელ მიგელას შეუსახდით. უკვე საქართველოში დაბრუნებამდე. თეთრ რუსთა შარიანმა დედაქალაქის ცენტრმა კი ისევ ძველებურად ჩაგვიკრა გოლში. აღდგენილი დუეტი, დალევა, ამბავი, წრიალი. მე და ალექსა გარეთ თუ გავდიოდით, დავქროდით ძირითადად მეტროთი. ალექსა ადგილობრივ ძისფერ გოგოებს თვალს უკრავდა და თავისი ობლადათი უტიფრად, თუმცა მათთვის არა გამაღიზიანებლად კერავდა. მე ყველაფრის მცოდნე ფარისეველივით ვიღიმებოდი და ნელა ვაფახურებდი გაკვამლულ თვალებს. მილიცია ჩვენკენ თითქმის არ იყურებოდა. ერთს შეგვავლებდნენ პაგონებიან მზერას ირიბად და მაშინვე უხერხული შმუშნით იმზრებოდნენ სადღაც. კიდევ უფრო განძე, ანუ ისე ფერადად ვიყავით გაზმანულები, ეჭვადაც არავინ იღებდა ჩვენს კავკასიელობას. არადა სულ პანტა-პუნტით, ჩვენ თვალწინ აჩერებდნენ. საბუთებს უმოწმებდნენ, ხვედდნენ, ყრიდნენ, იჭერდნენ შაუგრემან და მუქს ამოსიან მგზავრებს. იყო მერე დიდი ხვეწნა მუდარა, პასპორტების ფრიალი, გაქაჩვები და ვაი უშველებელი. ჩვენ სულ სხვა სუნი აგვდიოდა. ალექსას საყურე მფარველობდა. მე ფრონტ ბიუ. ჩემი 4-დღიანი გამოკეტვის, ანუ სააბაზანოში ჩარჩენის მაინც არავის ჯეროდა და ჩემს მონაყოლს ცალყბად კი არა, სულაც ყბების გარეშე უსმენდნენ. უფრო ხშირად კი საერთოდ არ უსმენდნენ. მერე მეც მომბეზრდა ეს ლაყაფი და ფეხებზე დავიკიდე. მაინც ხომ დაწრულებით მახსოვდა ყველაფერი, თან ისე, რომ აქედან ვერასდროს ვეღარაფერი ვეღარ წაშლიდა. მიგელას იმ დებილმა კინომ, რომელიღაც ევროპულ ფესტივალზე
გრან-პრი მოხსნა და პრემია მიიღო. ალექსას საქართველოში ჩამოსვლისთანავე კიდევ ერთხელ დაუბრუნდა თავის მეცხრედ გაშორებულ ცოლ ლინას. ბოლოს რომ დარეკა, კიდევ ერთხელ შევეცადე. შემეხსენებინა ჩემი ბელორუსული 4-იანი ტყვეობის ამბავი. იმან ისევ აბუჩად ამიგდოსავით და კიდევ უარესიც, იმიტომ რომ ისეთი მკითხა საერთოდ უკანასკნელ გონებას სუსტ ტარაკნად მაქცია. კაი, მაგრამ თუ ვერ გამოდიოდი, წყალი რატომ არ ჩაუშვი ქვემოთ? ტარაკნებს იმის მერე სულ სხვანაირად აღვიქვამ. ვუყურებ და ვექცევი. რაღაცნაირად ახლობლები გახდნენ ჩემთვის. სხვანაირად ახლობლები. აი, ძალიან ჩემებზე ჩემები. მე ვიყო ბიტლზების პროდიუსერი. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.